ღამე მშვიდობისა ბავშვებო, ნინო მარგველაშვილი გესაუბრებით. დღე 11 და დღევანდელი წიგნის სათაური არის ზედა ნაწილები და ქვედა ნაწილები. წიგნის მთავარი პერსონაჟები, ეხლა როგორც ყდიდან ხედავთ, არის ბატონი კურდღელი და ბატონი დათვი. წიგნი მოარგო და დახატა ჯენეტ სტივენსმა და როგორც ჩანს, ეს ილუსტრაციები იმდენად მოეწონათ უამრავ ადამიანს, ხო, ნახე, რომ მიიღო მედალიც კი ილუსტრაციებში. ხო და წიგნის სათაური არის ზედა ნაწილები და ქვედა ნაწილები და წიგნიც ესე აწყობს, ნახე. ზემოდან ქვემოთ იშლება. და მეორე გვერდი გაფორმებული არის ბოსტნეულით. სიმინდს ხედავ. ბროკოლის. კომბოსტო, სალთის ფოთოლს, ჭარხალს, პოლოქს და ასე შემდეგ. ნახოთ. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა ერთი ძალიან ზარმაზი დათვი, რომელსაც ჰქონდა უამრავი ფული და უამრავი მიწა. მიწა რას ნიშნავს ჰქონდა, ხო? მიწა ნიშნავს, როდესაც ადამიანს ესე ამბობენ, როცა აქვს ადამიანს თავისი მიწა, აი დედამიწის ადგილი არის, ხო? მშრალი ადგილი, სადაც შეუძლია ააშენოს მაგალითად სახლი, სადაც შეუძლია ააშენოს პარკი, ხო? მისი საკუთრება არის. ანუ ფული გადაიხადა და ის ტერიტორია ეკუთვნის მას და ანუ ძალიან ბევრი მიწა ჰქონდა ამას. მისი მამიკო, ამ ჩვენი დათვის მამიკო იყო შრომელი დათვი და ძალიან ჭკვიანი ბიზნესმენი და მთელი თავისი სიმდიდრე მოკლედ დაუტოვა თავის შვილს. მაგრამ ერთადერთი რაც ჩვენს დათუნიას უნდა და იყო ძილი. არც ისე შორს აი იმ ქუჩაზე, სადაც დათვი ცხოვრობდა, გზაზე ცხოვრობდა ბატონი კურდღელი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კურდღელი იყო ჭკვიანი, ხშირად სირთულეებშიც ეხვეოდა ხოლმე. მაგალითად, კურდღელსაც ჰქონდა თავისი საკუთარი მიწა. მაგრამ ეხლა აღარაფერი აღარ ჰქონდა. რატო? იმიტომ რომ ძალიან სარისკო სანაძლეო დაუდო კუს. და თავისი მიწა, იმიტომ რომ წააგო ეს სანაძლეო, მიყიდა დათვს, რომ ის ფული გადაიხადა კუსთვის. კურდღელი და მისი ოჯახი ძალიან ცუდ ფორმაში იყვნენ. ბავშვებს ძალიან შეათ, მამიკო კურდღელო, რამე უნდა მოვიფიქროთ, თქვა დედიკო კურდღელმა. ამიტომ ბატონმა და ქალბატონმა კურდღელმა საკუთარი თავები ერთმანეთს მიადეს და გეგმის დასახვა დაიწყეს. მაგარი ჭკვიანი კურდღელი იქნება ესე მგონი. მომდევნო დღეს კურდღელი მისკუპდა დათვის სახლთან, დათვს რა თქმა უნდა ეძინა. გამარჯობა დათვო, გაიღვიძე. შენი მეზობელი ვარ კურდღელი და ერთი იდეა მაქვს. დათვმა თვალები გაახილა. და ეს ხმები გამოუშვა. ჩვენ ბიზნეს პარტნიორები შეგვიძლია გავხდეთ, უთხრა კურდღელმა. ერთადერთი რაც არის საჭირო, ეს არის ის მინდორი, რაც შენს წინ არის, შენი სახლის წინ. მე გავაკეთებ თავარ სამუშაოს, მე დავრგავ, მე ავიღებ მოსავალს და რასაც მოვიგებთ, ეს მოგება ზუსტად ჩუაზე გავყოთ.
დიახ ბატონო დათო, ამ საქმეში ვიქნებით ერთად. მე ვიმუშავებ, შენ იძინებ. თქვა დათმა. ასე რომ რას აირჩევ დათო? კითხა კურდღელმა. რა გინდა, ზედა ნაწილი იყოს შენი, თუ ქვედა ნაწილი იყოს შენი? შენზე არის ზედები ან ქვედები? მოიცა დაუფიქრდე, თქვა დათმა. თქნარებით. მე ავიღებ ზედა ნაწილებს კურდღელო. კი, ზედები იქნება ჩემი. კურდღელმა გაიხმიმა. შვენიერი მოლაპარაკება შეთავაზება. დათო. ასე რომ, დათმა გააგრძელა ძილი და კურდღელი და მისი ოჯახი შეუდგნენ საქმეს. კურდღელმა დარგო, დედა კურდღელმა წყალი მორწყა და დანარჩენებმა ბალახები მოაშორეს მიწას. იზრდებოდა მოსავალი, დათვი კი აგრძელებდა ძილს. როდესაც უკვე მოსავლის აღების დრო დადგა, კურდღელმა დაუყვერა. გაიღვიძე დათვო! შენ ზედა ნაწილები გერგება, მე კი ქვედა. კურდღელმა და მისმა ოჯახმა მიწიდან ამოიღეს სტაფილოები, ბოლოკები და ჭარხლები. შემდეგ მამა კურდღელმა მოაძრო ყველა ამ ბოსტნეულს ზედა ნაწილები, დააგროვა ერთად დათვისთვის, ხოლო ქვედა ნაწილები თავისთვის. დათვი უყურებს ამ გროვას, რომელიც თავის წინ არის. მაგრამ კურდღელო, მოიცა, ყველაზე კარგი ნაწილები შენ გაქვს. შენ აირჩია ზედა ნაწილები, დათო, უპასუხა კურდღელმა. აუ, კურდღელო, ეხა გამაცურე. ეხა კიდე დარგი ამ მინდორში და ამ სეზონზე ჩემი იქნება ქვედა ნაწილებიო. კურდღელმა თავი დაუკრა. შვენიერი შეთანხმებაო, გარიგება არისო. დათო. ასე რომ, დათმა გააგრძელა ძილი, კურდღელი და კურდღლის ოჯახი კი შეუდგა საქმეს. დარგეს, მორწყეს და ბალახები გააცალეს ზედმეტი. მოსავალი იზრდებოდა, დათვი კი ძილს აგრძელებდა. როდესაც უკვე მოსავლის აღების დრო დადგა, კურდღელმა დაუძახა დათვს. ჰეი, გაიღვიძე დათო, შენ გერგება ქვედა ნაწილები, მე მერგება ზედა ნაწილებიო. კურდღელმა და მისმა ოჯახმა მოაგროვეს სალათის ფოთლები, ბროკოლი და ნიახური. მოაძრო კურდღელმა ყველას ქვედა ნაწილები დათვისთვის და ზედა ნაწილები თავისთვის დააგროვა. უყურა დათმა თავის გროვას და წარბები შეჭმუხნა. ნახე რა დახვდა. თურმე კომბოს სალათის ფოთლებს, ბროკოლის და ნიახურის ქვედა ნაწილები რა არის? ბროკოლს ხო ზედა ნაწილებს ვჭამთ ჩვენც, ხო? ეს ლამაზი ხესავით რო არის. ქვედები შეხვდა ხა ამას? შენ კიდევ ერთხელ გამაცურე, კურდღელო. მაგრამ დათო, შენ გინდოდა ამჯერად ქვედა ნაწილები? დაიბუზღუნა დათმა. ეხა კიდევ ერთხელ უნდა დარგო ამ მინდორზე, კურდღელო. ორჯერ უკვე გამაცურე. აი ეხლა შენ ამ სეზონზე რასაც დარგავ, ზედა ნაწილების და ქვედა ნაწილებიც ჩემი იქნებაო. მართალი ხარ. მოხუცო დათო, ამოიხმეშა კურდღელმა. მართალი იქნება, სამართლიანი იქნება, რომ შენ შეხვდეს ზედაც და ქვედა ნაწილებიც ამჯერად. შვენიერი გარიგებაა დათო. ეტარა ჩაიპირნე და რას დარგავს კურდღელი, სადაც ზედა ნაწილიც და ქვედა ნაწილიც დათვის იქნება. თვითონ რამეს აიღებს?
ასე რომ დათვმა გააგრძელა ძილი, ხოლო კურდღელი და კურდღლის ოჯახი შეუდგა საქმეს. დარგეს, მორწყეს, მოაცილეს ზედმეტი ბალახები, მერე კიდევ მორწყეს და კიდევ ცოტათი დარჩენილი ბალახები მოაცილეს. მოსავალი იზრდებოდა, დათვი კი ძილს აგრძელებდა. და აი, როცა მოსავლის აღების დრო დადგა, კურდღელმა დათვს დაუძაღა. გაიღვიძე დათვო! ამჯერად ზედა ნაწილებიც და ქვედა ნაწილებიც შენ გეკუთვნისო. დათვის სახე თვალები ცოტა არ მომწონს. ნახოთ რა მოხდა. დათვის სახლის წინ სიმინდის მთელი მოსავალი იყო. კურდღელმა და კურდღლის ოჯახმა თითოეულ სიმინდის ღეროს ტაროები მოაცალეს. შემდეგ ფესვები გამოგლიჯა მამა კურდღელმა და ფოჩები ზემოდან მოაძრო კურდღელმა ფუჩეჩი. ხო, სიმინდს რაღაც თმასავით რო აქვს ესეთი ფუჩეჩი, ეს ფუჩეჩები მოაძრო, ზედა ნაწილი იყო სიმინდის. დაუყარა დათვს, ქვემოდან ეს ფესვი ღერო მოაძრო და ესეც დათვს დაუყარა, ხოლო შუა ნაწილი სიმინდის ტაროები თავის მხარეს დაიყარა. მოისრისა დათვმა თავისი თათებით თვალები და უყურებს გაოგნებული. ხედავ დათვო, ზედა ნაწილებიც და ქვედა ნაწილებიც შენია. მე კი შუა ნაწილები მერგება. დიახ, ბატონო დათვო, შვენიერი გარიგება გქონდაო. ამჯერად დათვმა უკვე კარგად გამოიღვიძა, გამოფხიზლდა. საკმარისია კურდღელო. დაიბღვირა კი არა და დაიღმულა. ამიერიდან ჩემივე მოსავალს მე დავრგავ და ზედა ნაწილებსაც, ქვედა ნაწილებსაც და შუა ნაწილებსაც მე ავიღებო. კურდღელი და კურდღლის ოჯახი სიმინდებით ხელში სკუპით წავიდნენ საკუთარ ბუნაგში, სოროში. ამის შემდეგ დათვს აღარასდროს დაუძინია დარგვის და მოსავლის აღების სეზონზე. კურდღელმა კი ისევ შეძლო მიწის ყიდვა აი ამ მთელი მოსავლიდან, იმიტომ რომ აიღო სარგებელი. და ქალბატონმა და ბატონმა კურდღლებმა აი მოგებული ფულით კიდევ მაღაზიაც, ბოსტნეულის მაღაზიაც, სურსათიც კი გახსნეს. და მიუხედავად იმისა, რომ კურდღელმა და დათვმა ისევ გააგრძელეს ბედნიერი მეზობლობა, ისინი აღარასდროს აღარ გამხდარან ერთმანეთის ბიზნეს პარტნიორები. ანუ მეზობლობა გააგრძელეს, მაგრამ საქმეში საქმე ერთად აღარ გააკეთეს. ეს იყო და ეს დასასრული ძალიან საყვარელი წიგნი არის და მგონია რომ ბევრი რაღაცის სწავლა შეგვიძლია. მაგალითად ერთი ჩემი რაც დამრჩა არის რომ ყოველთვის როცა რაღაცა გარიგებას ვდებთ, იყავით ფხიზლები და დაინტერესდით ზუსტად რას გთავაზობენ. ხო, გარკვიეთ რას ნიშნავს რა გელოდებათ და ასე შემდეგ. ოკეი? ეს იყო და ეს ტკბილი ძილი და შევხვდებით ხვალ. მიყვარხართ.